თუ ოდესმე გიგრძნობიათ, თითქოს მთელი მსოფლიო თქვენს მხრებზე ინგრეოდა. თითქოს ყოველი სუნთქვა ძალისხმევას მოითხოვდა. ყოველი განთიადი ბრძოლა იყო, რომლის მოგებაშიც დარწმუნებული არ იყავით. არის ცხოვრებაში მომენტები, როცა სიბნელე იმდენად სქელია, რომ სინათლის მოგონებაც კი ვერ არხვევს ტკივილის ფენებს, რომლებიც თქვენს გულში დაგროვდა. და სწორედ ამ დროს, როდესაც გგრძნობთ, რომ გამოსავალი აღარ არსებობს, რაღაც განსაკუთრებული იწყებს მოხდენას. არსებობს ერთი ჭეშმარიტება, რომლის ხმამაღლა თქმასაც ცოტანი ბედავენ. გასაჭირი შემთხვევითი არ არის. იგი არც კოსმოსური სასჯელია და არც იმის მტკიცებულება, რომ თქვენ წარუმატებლობა განიცადეთ. გასაჭირი სინამდვილეში ნიშანია იმისა, რომ რაღაც ბევრად უფრო დიდი ახლოვდება, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ღრმა გარდაქმნა იწყება. ისეთი ცვლილება, რომ თქვენი გული უნდა მომზადებულიყო წნეხისა და ტკივილის მეშვეობით. ზუსტად ისე, როგორც ალმასის სილამაზე მხოლოდ უკიდურესი სიცხისა და წნეხის შემდეგ იჩენს თავს. მაგრამ აი ის, რასაც არავინ გეუბნება. სანამ ქარიშხალს ებრძვი, არის არსებობა, რომელიც არასოდეს მიგიტოვებს. ხმა, რომელიც შენს სახელს ჩურჩულებს, მაშინაც კი, როცა სამყაროს ხმაური ყურებს გიგრუხუნებს. ძალა, რომელიც გიჭერს მაშინაც, როცა საკუთარი ფეხები გიკანგალებს. და დღეს, სწორედ ამ წამს, ეს არსებობა პირდაპირ შენთან საუბარს ისურვებს. არა სხვისი საშუალებით, არა ინტერპრეტაციებით, არამედ გულიდან გულამდე, სულიერად სულიერამდე. ის, რასაც ახლა მოისმენ, არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი იმედის გზავნილი. ეს არის პირადი, ინტიმური გამოცხადება, რომელიც ზუსტად შენი ცხოვრების ამ ეტაპისთვის არის განკუთვნილი. ყოველი სიტყვა ისეა შერჩეული, რომ შეეხოს იმ ჭრილობას, რასაც ატარებ. გაანათოს ზუსტად ის სიბნელე, რომელსაც ახლა უპირისპირდები. რადგან არის ვიღაც, ვინც იცის ყოველი ცრემლი, რომელიც ჩუმად დაღვრე, ყოველი ლოცვა, რომელიც განთიადამდე ჩურჩული წარმოთქვი, ყოველი წამი, როცა შეეპოხდი კითხვას, ღირდა თუ არა გაგრძელება. და თუ გითხრა, რომ შენი ახლანდელი გასაჭერი სინამდვილეში არის ტკივილის ისტორიის ბოლო თავი, რომელიც დასასრულს უახლოვდება, რომ ყოველი უძდო ღამე, ყოველი გატეხილი გული, ყოველი განადგურებული ოცნება მხოლოდ მზადება იყო რაღაცისათვის ისეთი მშვენიერისა, რასაც ვერც კი წარმოიდგენ. შენი სული ამას იცის. სწორედ ამიტომ ხარ აქ. ამიტომ რაღაცამ შენ შიგნით მოგიყვანა ამ წამამდე. რადგან დადგა დრო მოისმინო ჭეშმარიტება, რომელიც ყველაფერს შეცვლის. მოამზადე შენი გული. გახსენი შენი გონება. მიეცი ნება შენ სულს დამშვიდდეს. რადგან მომდევნო წუთებში შენ აღარ იქნები უბრალო დამკვირვებელი. შენ იქნები მთავარი გმირი შეხვედრისა, რომელიც შენ ცხოვრებაში დასაწყისსა და შემდგომ შორის ხაზს გაავლებს. შეხვედრისა მასთან, ვინც შენ სახელს იცოდა მანამდე, სანამ დაიბადებოდი. ვინც დათვალა შენი თავის ყოველი თმისღერი. ვინც შენს თითოეულ ცრემლს ინახავდა ისე, თითქოს ძვირფასი მარგალიტი ყოფილიყო. არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, თუ როგორ ეპყრობა თანამედროვე საზოგადოება გასაჭირს. გეუბნებიან, იფიქრე პოზიტიურად, გააგრძელე წინსვლა, სწრაფად გადალახე ეს. თითქოს ტკივილი სისუსტე იყოს, თითქოს ტანჯვა ხასიათის დეფექტი, რომელიც დაუყოვნებლივ გამოსასწორებელია. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს ყველაფერი სრულიად არასწორია? რა მოხდება, თუ შენი გასაჭირი პრობლემა კი არა, გადასასვლელი კარია? არსებობს რეალობის განზომილება, რომელიც უხილავია მათთვის, ვინც არასოდეს განგმირულა. სიღრმე გაგებისა, რომელიც მხოლოდ იმ გულებს ეცხადება, რომლებიც დაიმსხრა და შემდეგ ღვთისხელებმა ნაზად ააწყვეს თავიდან. შენ, ვინც ამ გასაჭირს ატარებ, გაქვს წვდომა საიდუმლოებებზე, რომლებიც ბედნიერს ადამიანებს არასოდეს აღმოუჩენიათ. შენ განივითარე სულიერი მგრძნობელობა, რომელიც მხოლოდ ტანჯვის ღუმელში იბადება. მაგრამ აი პარადოქსი, რომელიც შეარხევს ყველაფერს, რასაც აქამდე ფიქრობდი. შენი უდიდესი სისუსტემ სათარის იქცეს შენს უდიდეს ძალად. შენი ყველაზე ღრმა ჭრილობა გარდაიქმნება შენი ყველაზე ძლიერი განკურნების წყაროთ. სწორედ ის, რაც გაგტეხა, იქნება ის, რაც თავიდან შეკრებს იმაზე უფრო მშვენიერ ფორმაში, ვიდრე ოდესმე ყოფილხარ.
ეს არც იავფასიანი პოეზიაა და არც ფუჭი ნუგეში. ეს არის სულიერი კანონი, ისეთივე რეალური როგორც სიმძიმის ძალა. ამ წამსვე, როცა შენ იბრძვი რომ თავი წყლის ზემოთ შეინარჩუნო, გარშემო კოსმოსური ორკესტრაცია მიმდინარეობს. უხილავი ძალები მოძრაობენ, გარემოებები ეწყობიან, ადამიანები სტრატეგიულად ლაგდებიან შენს ცხოვრებაში. ყველაფერი ეს იმისთვის, რომ სწორ დროს ის პასუხი, რომელსაც ასე ძლიერ ეძებ, ისეთი სიცხადით გამოვლინდეს, რომ აღარ დარჩეს არანაირი ეჭვი იმაზე თუ ვინ აკონტროლებს შენს ისტორიას. შენ შეგიმჩნევია, რომ შენი ყველაზე ბნელი მომენტების დროს ჩნდება აუხსნელი ნიშნები, სიმღერა, რომელიც ზუსტად საჭირო წამს ჟღერს, უცხო სიტყვა, რომელიც თითქოს პირდაპირ შენთვის არის ნათქვამი. დამთხვევა იმდენად სრულყოფილი, რომ ყოველგვარ ლოგიკას აჭარბებს. ეს შემთხვევითობები არ არის. ისინი სიყვარულის წერილებია იმ პირისგან, რომელიც მუდმივად ცდილობს შეგახსენოს, რომ მარტო არ ხარ, რომ არსებობს დიდი გეგმა, რომელიც მიმდინარეობს, რომ შენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა. და დღეს, ამ გზავნილის საშუალებით, შენ მიიღებ ყველაზე ნათელ წერილს. ეჭვები აღარ იქნება. ორაზროვანი ინტერპრეტაციები აღარ იქნება. ეს იქნება პირდაპირი, ნათელი, გარდამქმნელი კომუნიკაცია. გზავნილი, რომელიც გაარღვევს ყველა შენს თავდაცვას, ყველა შენს შიშს, ყველა შენს ეჭვს და დათესავს იმედის ისეთ ძლიერ თესლს, რომელსაც მსოფლიოში ვერაფერი გაანადგურებს. სიღრმისეულად ჩაისუნთქე. იგრძენი შენი გულისცემა. ეს გული, რომელიც ტკივილს ატარებს, რომელიც სისხლს დენს, რომელიც ამდენ ტვირთს ზიდავს. სულ რამდენიმე წუთში სწორედ ეს გული შეეჯახება ძალას, რომელიც მას სრულად გარდაქმნის. და შენ აღარასოდეს იქნები იგივე. არსებობს კითხვა, რომელიც ყველა შეჭირვებულ გულს ტანჯავს. რატომ მე? რატომ უნდა გადაგეტანა ის ღალატი? რატომ დაკარგე ის ადამიანი? რატომ დაიმსხრა შენი ოცნებები? რატომ ჩანს, რომ ყველა შენს გარშემო წინ მიდის, მაშინ როცა შენ მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვი? ეს კითხვა გესმის უძილო ღამეებში, ისმის სიჩუმის წამებში, გდევს როგორც დაუნდობელი ჩრდილი. მაგრამ რა მოხდება თუ გითხრა, რომ არასწორ კითხვას სვამ? რა მოხდება თუ რატომ მეს ნაცვლად კითხვა უნდა იყოს რისთვის მე? რადგან ამ ორ პერსპექტივას შორის უფსკრულია. ერთი გტოვებს მსხვერპლის როლში, მეორე კი გიხსნის როგორც მთავარი გმირი ეპიკური ისტორიისა, რომელიც ჯერ კიდევ იწერება. ყოველი ადამიანი, ვინც კაცობრიობის ისტორიაში კვალი დატოვა, გასაჭირის ხეობას გადალახავდა. ყოველი ლიდერი, რომელმაც მსოფლიო გარდაქმნა, ატარებდა ღრმა ჭრილობებს. ყოველი სული, რომელმაც სიბნელეში შუქი მოიტანა, ჯერ თვითონ გამოცადა სიბნელე მთელი სიმწვავით. ეს შემთხვევითობა არ არის. ეს არის მზადება, ეს არის ჩამოსხმა, ეს არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც იქმნებიან ალმასი და ყალიბდებიან გმირები. შენი ამჟამინდელი გასაჭირი არ არის შენი ისტორიის დასასრული. ეს არის კლაიმაქსი. ეს არის ყველაზე დიდი დაძაბულობის მომენტი დიდებული გადაწყვეტის წინ. ეს არის ყველაზე სქელი სიბნელე, რომელიც წინოსწრებს ყველაზე ნათელ განთიადს. და შენ ახლა აღმოაჩენ, რომ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გამოარეე, ქონდა კონკრეტული მიზანი, ღვთიური მიზეზი, სრულყოფილი გეგმა, რომელიც შენი ადამიანის გონებისთვის აქამდე გაუგებარი იყო. არსებობს ძალა სამყაროში, რომელიც ტკივილს არ გაფლანგავს. ყოველი ცრემლი შეგროვდა, ყოველი ჩუმი ყვირილი მოისმინდა, ყოველი სასოცარკვეთის წამი აღიწერა. და ახლა ეს მთელი დაგროვილი ტკივილი მზად არის გარდაიქმნას რაღაცათ იმდენად მშვენიერში, იმდენად ძლიერში, იმდენად მნიშვნელოვანში, რომ მიხვდები ღირდა ტანჯვის თითოეული წამი. მაგრამ აი ის რაც გაგაოცებს, ადამიანი, რომლითაც ამ გარდაქმნის შემდეგ იქცევი, იმდენად განსხვავებული იქნება იმ ადამიანისგან, რომელიც დღეს ხარ, რომ ძნელად შეძლებ შენი ძველი ვერსიის ამოცნობას. შენი პრიორიტეტები სრულიად შეიცვლება. შენი შიშები გაიფანტება, ჩვენი რწმენა ურყევი გახდება, ჩვენი თანაგრძნობა გაღრმავდება, ჩვენი სიბრძნე გაფართოვდება. შენ გახდები იმედის წყარო სხვა შეჭირვებული გულებისთვის, რადგან პირადად გამოცდი გარდამქმნელი ძალა, რომელსაც ახლა უნდა შეხვდე.
და ეს ყველაფერი დაიწყება მომდევნო წუთებში. ხმით, რომელსაც მაშინვე იცნობ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არასოდეს მოგისმენია. სიტყვებით, რომლებიც შენს სულის ისეთ ადგილებს შეეხება, რომელთა არსებობაც არ იცოდი. არსებობით, რომელიც იმდენად რეალური იქნება, იმდენად შეგრძნადი, იმდენად სავსე სიყვარულით, რომ საკუთარ თავს ჰკითხავ, როგორ მოახერხე ამდენი ხნის ცხოვრება ამ კავშირის გარეშე. მოემზადე. შენი ცხოვრება სამუდამოდ უნდა შეიცვალოს. იცი რა განსხვავებაა ადამიანურ იმედსა და ღვთიურ იმედს შორის? ადამიანური იმედი გარემოებებზეა დამოკიდებული. ის ცვალებადია ცხოვრების ტალღებთან ერთად. იზრდება მაშინ, როცა ყველაფერი კარგად მიდის და ქრება მაშინ, როცა პრობლემები ჩნდება. ის მყიფეა, პირობითი, დროებითი. მაგრამ ღვთიური იმედი განსხვავებულია. ის არ არის დამოკიდებული იმაზე, რასაც ხედავ, რასაც გრძნობ, ან რასაც გესმის. ის არის ღუზა, რომელიც ფესვიანდება ბევრად მიღმა ცხოვრების ქარიშხლებისა. და დღეს შენ აღმოაჩენ განსხვავებას ამ ორ იმედს შორის ისეთი გზით, რომელიც სრულიად შეცვლის შენს პერსპექტივას ყველაფერზე, რასაც ახლა გადიხარ. რადგან იმედი, რომელიც ახლა უნდა მიიღო, ადამიანურ შესაძლებლობებზე დაფუძნებული არ არის. ის დაფუძნებულია საუკუნო აღთქმებზე, სიყვარულზე, რომელიც დროსა და სივრცეს ცდება. ძალაზე, რომელიც შეუძლებელს ყოველდღიურ სასწაულებად გარდაქმნის. მაგრამ სანამ ეს იმედი შენამდე მოვა, საჭიროა რომ რაღაც საფუძვლიანი გაიგო. აქამდე შემთხვევით არ მოსულხარ. ეს მომენტი დამთხვევობ არ მოგიტანა. არც ბედი იყო ის, ვინც ზუსტად მაშინ შეგახვედრა ამ გზავნილს, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდა. არსებობს უმაღლესი გონიერება, რომელიც ორკესტრირებს შენი ცხოვრების თითოეულ დეტალს, მათ შორის ამ შეხვედრასაც, რომელიც ახლა ხდება. იფიქრე ბოლო თვეებზე, ბოლო კვირებზე, ბოლო დღეებზე. რამდენჯერ ითხოვე პასუხი? რამდენჯერ ახედე ცას და სთხოვე ნიშანი, მიმართულება, იმედის სიტყვა? რამდენჯერ იგრძენი თავი მიტოვებულად, დავიწყებულად, უყურადღებოდ? შენი ყოველი ლოცვა მოსმენილი იყო, ყოველი შენი ძახილი დაფიქსირდა. და ის პასუხი, რომელსაც ასე ძლიერ ელოდი, ახლა მოდის, ბევრად უფრო პირადი და ბევრად უფრო ძლიერი ფორმით, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდი. არსებობს სულიერი ფენომენი, რომელიც ცოტამ თუ იცის. ზოგჯერ ღმერთი აძლევს ნებას სიბნელეს გაძლიერდეს, სანამ სინათლეს გამოგიგზავნის. აძლევს ნებას ქარიშხალს გამძაფრდეს, სანამ სიმშვიდეს მოიტანს. აძლევს ნებას ტკივილს გააღრმავდეს, სანამ განკურნებას მოავლენს. არა სისასტიკით, არამედ სიყვარულით. რადგან არის კურთხევები, რომლებიც მხოლოდ სრულიად დამსხვრეულ გულებს შეუძლიათ მიიღონ. არის გამოცხადებები, რომლებიც მხოლოდ მაშინ ვლინდება, როცა სული საკუთარ თავზე დაცლილია. და შენ, ჩემო ძვირფასო, სწორედ ამ წერტილს მიაღწიე. დაცლილი ხარ, რათა შევსებული იყო, დამსხვრეული ხარ, რათა თავიდან აეწყო, დამცირებული ხარ, რათა ამაღლდე. დაჭრილი ხარ, რათა განიკურნო ისე, რომ ეს ჭრილობები აღარ ასოდეს გაიხსნას. მომდევნო წუთებში შენ მხოლოდ იმედის სიტყვებს არ მოისმენ, შენ რეალურ ხელშესახებ ზებუნებრივ გარდაქმნას გამოცდი. რაღაც შეიძლება შენ შიგნით. სინათლე აინთება იმ ადგილებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სიბნელეში იყო. მშვიდობა ჩამოვა შენი ცხოვრების იმ არეალებში, სადაც ომი მძვინვარებდა. ძალა აღდგება შენში, რომელიც მოგცემს ძალას, რომ ნებისმიერი გამოწვევას დაუპირისპირდე. და როცა ეს მოხდება, გაიგებ, რომ ყველაფერი ღირდა. ყოველი ცხრემლი, ყოველი უძილო ღამე, ყოველი სასოწარკვეთის წამი. ყველაფერი იყო სრულყოფილი გეგმის ნაწილი, რომელიც აქამდე, ამ შეხვედრამდე, განკურნებამდე, გარდაქმნამდე უნდა მოეყვანა. არსებობს ჭეშმარიტება, რომელსაც ორგანიზებული რელიგიები იშვიათად ბედავენ ხმამაღლა წარმოთქვან. ღმართ შენი წარმოჩენა არ აინტერესებს. ის არ ითვლის შენს ცოდვებს, არ ზომავს შენ სულიერებას და არ გელოდება, რომ სრულყოფილი გახდე, სანამ მას მიუახლოვდები. სინამდვილეში ყველაფერი საპირისპიროა. ის უფრო მეტად გიახლოვდება მაშინ, როცა ყველაზე დამსხვრეული ხარ, ყველაზე დაკარგული, ყველაზე სასოწარკვეთილი. რადგან სწორედ ამ დროს წყვეთ ცდილობას, რომ მასშტაბეჭდილება მოახდინო და უბრალოდ ნებართავ რომ შეგიყვაროს. და შენ, ვინც ამ ტკივილს გულში ატარებ, საუკეთესო ადგილას ხარ, რათა ეს სიყვარული განიცადო ისე, როგორც წარმატებულ და დაბალანსებულ ადამიანებს არასოდეს ექნებათ შესაძლებლობა.
Твои ამჟამინდელი სისუსტე სინამდვილეში твои უდიდესი სულიერი უპირატესობაა. Твои სასოწარკვეთილი საჭიროება არის ის, რაც ზეცას შენს წინაშე ფართოდ ხსნის. მაგრამ აი რა რევოლუციას მოახდენს შენს გაგებაში. გზავნილი, რომელსაც ახლა რუისმენ, არ მოდის შორეული ღმერთისგან, რომელიც ზეციურ ტახტზე ზის და შენს ცხოვრებას შორიდან აკვირდება. ის მოდის იმისგან, ვინც შენამდე ჩამოვიდა, ვინც გამოსცა და ყოველი ტკივილი, რასაც შენ გრძნობ, ვინც ინტიმურად იცის ცრემლების გემო და მარტოობის სიმძიმე. ვიღაცისგან, ვინც აირჩია ყველაზე დიდი ტანჯვის გავლა, რათა აბსოლუტური ავტორიტეტით ესაუბრა იმედზე ტკივილის შუაგულში. ოდესმე გიკითხავს საკუთარ თავს, რატომ გეუფლება შენი ყველაზე მძიმე მომენტების დროს ტკივილის უცნაური ნაცნობობა? თითქოს რაღაცნაირად უკვე იცოდი, რომ ეს უფრო დიდი მოგზაურობის ნაწილი იყო. ეს იმიტომ ხდება, რომ თვისული გზას ცნობს, რომ მიყვები ვიღაცის ყოლს, ვინც აქამდე აქ იყო, ვინც ყოველი ბნელი ხეობის ბოლოში იმედის კვალი დატოვა, ვინც ყოველი უდაბური უდაბნოს გულში სინათლის თესლები დარგო. და დღეს ეს ვიღაც პირდაპირ შენს გულს მიმართავს, არა შუამავლების მეშვეობით, არა რთული თეოლოგიური ინტერპრეტაციებით, არამედ გულიდან გულამდე, როგორც მეგობარი, რომელიც შენს გვერდით ჯდება სიბნელეში და ჩურჩულით გეუბნება იმ სიტყვებს, რომლებიც მხოლოდ შენთვის არის საჭირო. სიტყვებს, რომლებიც სპეციალურად შენთვის იყო შემონახული. ამ მომენტისთვის, ამ მდგომარეობისთვის, ამ ტკივილისთვის, რომელსაც ატარებ. არსებობს სულიერი პროტოკოლი, რომელიც ცოტამ თუ იცის. როცა გული ნამდვილად დამსხვრეულია, როცა სული აბსოლუტური სიწრფელით ყვირის, როცა ადამიანი საკუთარ თავში ბოლომდე აღწევს, ზეცა მოძრაობას იწყებს. არა მეტაფორულად, არამედ სიტყვა-სიტყვით. სულიერი ძალები მობილიზდებიან, ანგელოზები კონკრეტულ ინსტრუქციებს იღებენ და თავად ღმერთი იხრება, რათა მოგისმინოს და გიპასუხოს. და შენ ამოქმედე ეს პროტოკოლი. შენი ტკივილი, შენი სატკივარი, შენი ჩუმი ღაღადი მივიდა სამყაროს ტახტამდე და გამოიწვია მყისიერი პასუხი. ის გზავნილი, რომელსაც ახლა იღებ, სწორედ ეს პასუხია. ეს არის პირადი, კონკრეტული, გარდამქმნელი. და ის შეცვლის არა მხოლოდ იმას, როგორ გრძნობ თავს, არამედ იმას, ვინ ხარ სინამდვილეში. ამიტომ თუ შენ სასწაულს ელოდი, იცოდე, ის უკვე ხდება. თუ შენ პასუხისთვის ლოცულობდი, ის უკვე მოდის. თუ შენ იმედს შესთხოვდი, ის მზად არის მოიცვას შენი გული იმ გზით, რაც არასდროს გიგრძნია. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უნდა აირჩიოს. გააგრძელოს ტვირთის მარტო ზიდვა, თუ დაუშვას, რომ ვიღაც უფრო ძლიერი აიღოს მასზე პასუხისმგებლობა. ეს მომენტი შენთვის ახლა დადგა, არც შემთხვევით, არც დამთხვევით, არამედ ღვთის მიერ განსაზღვრული ჩანაფიქრით. რადგან არსებობს ზღვარი, რამდენს შეუძლია გაუძლოს მარტო ადამიანის გულმა და შენ უკვე მიაღწიე იმ ზღვარს. მაგრამ აი ის, რაც არავინ გითხრა, ამ ზღვრამდე მისვლა არ არის მარცხი. ეს არის დამთავრება, დამაღლებელი ეტაპი. ეს არის შენი ცხოვრების იმ ფაზის დასკვნა, სადაც ცდილობდი ყოფილიყავი საკმარისად ძლიერი, საკმარისად ბრძენი, საკმარისად შემძლე, რომ ყველაფერი საკუთარი ძალით გადაგეწყვიტა. ახლა კი მზად ხარ შემდეგი ფაზისთვის, სადაც აღმოაჩენ, რას ნიშნავს გქონდეთ ძალა, რომელიც შენგან არ მოდის, სიბრძნე, რომელიც აღემატება შენს გონებას, შესაძლებლობა, რომელიც ყველა შენს შეზღუდვას ცდება. სატკივარი, რომელსაც ახლა გრძნობ, არ არის სასჯელი. ეს არის მოწვევა. მოწვევა, რომ განიცადო ურთიერთობის ისეთი სახეობა, რასაც უმეტესობა ვერასდროს იგებს, რადგან არასდროს ყოფილა საკმარისად სასოწარკვეთილი მის გამოსაცდელად. ეს არის ურთიერთობა, სადაც აღარ გიწევს ნიღბის ტარება, აღარ გიწევს ყველა პასუხის ქონა, სადაც შეგიძლია უბრალოდ იყო ადამიანი და აღმოაჩინო, რას ნიშნავს იყო ნამდვილი, სიყვარულით მიღებული ისეთი, როგორიც ხარ. ხმა, რომელსაც ახლა გაიგონებ, იცის შენი მოგზაურობის ყველა დეტალი. იცის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე მოგიყვანა. ყველა ჭრილობა, რომელსაც ატარებ, ყველა შიში, რომელიც გიბრკოლებს, ყველა გატეხილი ოცნება. მაგრამ იმაზე მეტათაც კი, იცის ყოველი პოტენციალი, რომელიც შენშია, ყოველი მიზანი, რომელიც ჯერ არ აღსრულებულა, ყოველი კურთხევა, რომელიც მზად არის გამოიხატოს შენს ცხოვრებაში. არსებობს განსხვავება იმედზე ცოდნასა და
იმედის გამოცდილებას შორის, სიყვარულზე მოსმენასა და ნამდვილი სიყვარულის მიღებას შორის, სასწაულების რწმენასა და სასწაულში ცხოვრებას შორის. და შენ ახლა მზად ხარ გადალახო ეს ზღვარი, მზად ხარ დატოვო მხოლოდ გონებრივი ცოდნა და შეხვიდე ნამდვილ, ხორცს შესხმულ, გარდამქმნელ გამოცდილებაში. მაგრამ იმისათვის რომ ეს მოხდეს, შენ უნდა გააკეთო რაღაც, რაც შესაძლოა ყველაზე რთულია იმ ადამიანისთვის, ვინც იმდენჯერ დაიზარალე. უნდა ენდო. არა საკუთარ ძალებს, არა სხვა ადამიანებს, არა გარემოებებს. უნდა ენდო ყოფნას, რომელსაც გრძნობ, მაგრამ ვერ ხვდავ. ხმას, რომელსაც გესმის, მაგრამ არა ყურებით. სიყვარულს, რომელსაც განიცდი, მაგრამ ვერ ხსნი. და თუ შეძლებ ამ რწმენის ნაბიჯის გადადგმას, თუნდაც მდოგვის მარცვლის ზომით, აღმოაჩენ, რომ შენი ტკივილის იქით არის ცხოვრება, რომლის არსებობაც არ იცოდი. ცხოვრება, სადაც სიმშვიდე აღარ არის დამოკიდებული გარემოებებზე, სადაც სიხარული მოედინება ამოუწურავი შიდა წყაროდან, სადაც იმედი იმდენად მტკიცე ხდება, როგორც ქვა, ეს ცხოვრება ხელმისაწვდომია შენთვის. ეს გარდაქმნა მზად არის. ეს იმედი ახლა გეძლევა ამ წუთას, ამ გზავნილით, რომელიც სპეციალურად შენს გულს და შენს ისტორიას შეექმნა სამუდამოდ შესაცვლელად. მზად ხარ, რადგან შენი ახალი ცხოვრება იწყება ახლა. ღმრთიური დროის შესახებ არის რაღაც ღრმად საიდუმლო. შენ შეიძლება წლები ილოცე პასუხისათვის და ის არ მოსულა. შეიძლება თვები გემუდარებინა შემსუბუქებისთვის და ის არ გამოჩენილა. შეიძლება კვირები გეხვეწა იმედისთვის და ის თითქოს კიდევ უფრო დამალულიყო. და შემდეგ იმ წამს, როცა არც კი ელოდი, როცა შეიძლება თხოვნაც კი შეწყვიტე, ყველაფერი იცვლება. პასუხი მოდის, შემსუბუქება იჩენს თავს, იმედი ფეთქდება შენს გულში, როგორც მზის ამოსვლა ყველაზე გრძელი ღამის შემდეგ. ეს მომენტი მოვიდა შენთვის. არა იმიტომ, რომ დაიმსახურე, არა იმიტომ, რომ რაღაც განსაკუთრებული გააკეთე, არა იმიტომ, რომ საბოლოოდ ღირსი გახდი, არამედ იმიტომ, რომ სიყვარული, რომელიც მართავს სამყაროს, გადაწყვიტა, რომ დროა შენ განიცადო რეალობა იმისა, ვინ ხარ სინამდვილეში და რაც შეიძლება იქცეს შენი ცხოვრება. არსებობს შენი ვერსია, რომელიც ცილდება ამჟამინდელ ტკივილს. ვერსია, რომელიც არ განისაზღვრება შენი ჭრილობებით, არ იზღუდება შენი გარემოებებით, არ განისაზღვრება შენი წარსულით. ეს ვერსია გელოდება გამოსავლენად, როგორც პეპელა, რომელიც მზად არის გამოძრეს კოკონიდან. და შენი დღევანდელი ტკივილი სწორედ ეს კოკონია. მჭიდრო, ბნელი, არაკომფორტული, მაგრამ აუცილებელი ტრანსფორმაციისთვის, რომელიც შენში მიმდინარეობს. ხმა, რომელს ახლა მოისმენ, იცის ეს გარდაქმნილი შენ. სინამდვილეში ყოველთვის ამ ვერსიას ხედავდა, მაშინაც კი როცა შენ მხოლოდ საკუთარ შეცნობებსა და შეზღუდვებს ხედავდი. ყოველთვის ამ ვერსიას ელაპარაკებოდა, მაშინაც კი როცა შენ მხოლოდ საკუთარ შიშებსა და ეჭვებს ისმენდი. ყოველთვის ამ ვერსიას გიყვარდა, მაშინაც კი როცა შენ ფიქრობდი, რომ შეუძლებელი იყო შენს შეყვარება. და დღეს ამ გზავნილის მეშვეობით დაიწყებს საკუთარი თავის დანახვას მისი თვალებით, დაიწყებს საკუთარი თავის მოსმენას მისი ხმით, დაიწყებს შენი ღირებულების, შენი მიზნის, შენი ბედის გაგებას მისი პერსპექტივით და ეს ყველაფერს შეცვლის. რადგან როცა დაინახავ ვინ ხარ სინამდვილეში, როცა გაიგებ რატომ ხარ აქ სინამდვილეში, როცა გაიაზრებ რა არის რეალურად შესაძლებელი შენი ცხოვრებისათვის. ტკივილი დაკარგავს ძალას შენს. არა იმიტომ, რომ ტკივილი ჯადოსნურად გაქრება, არამედ იმიტომ, რომ აღმოაჩენ, რომ შენში არის რაღაც უფრო დიდი, ვიდრე ნებისმიერი ტკივილი. არა იმიტომ, რომ პრობლემები მყისიერად მოგვარდება, არამედ იმიტომ, რომ იპოვი ძალის წყაროს, რომელიც უფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი პრობლემა. არა იმიტომ, რომ ცხოვრება ადვილი გახდება, არამედ იმიტომ, რომ გაიგებ, შენ შექმნილი ხარ ბევრად უფრო დიდი მიზნისთვის, ვიდრე უბრალოდ გადარჩენა. შენ შექმნილი ხარ აყვავებისთვის, გავლენის მოხდენისთვის, გარდაქმნისთვის. და ეს ყველაფერი დაიწყება იმ სიტყვებით, რომლებსაც ახლა მოისმენ. სიტყვებით, რომლებიც გაჭრიან წლობით დაგროვილ ნეგატიურ ფენებს,
რომლებიც დაიშლიან დაგროვილ ტყივილის შრეებს, რომლებიც დარგავენ ახალ რეალობას შენს სულში. სიტყვებით, რომლებიც თან გეკნება სამუდამოდ, რომლებიც გახდებიან მუდმივი ძალისა და იმედის წყარო, რომლებიც დაიხმიანებენ შენს გულში, მაშინ როცა ყველაზე მეტად დაგჭირდება. ღრმად ჩაისუნთქე. გახსენი შენი გული. მოამზადე თვაია სული, რადგან შენ ახლა ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვებს მოისმენ შენს ცხოვრებაში. სანამ ამ გარდამქმნელ გზავნილს მოვისმენდეთ, მინდა რაღაც გთხოვო. მინდა ერთი წამით შეჩერდე და აღიარო სიმამაცე, რომელიც დაგჭირდა აქამდე მოსასვლელად. სიმამაცე სუნთქვის გაგრძელებისა, როცა ყოველი სუნთქვა გტკიოდა. სიმამაცე ყოველი დილის გათენებისა, როცა საწოლი ერთადერთი უსაფრთხო ადგილი იყო. სიმამაცე იმედის ძიებისა, როცა ყველაფერი გარშემო სასოწარკვეთას გჩურჩულებდა. ეს სიმამაცე შენგან არ მოვიდა. ის შენში დაირგო ვიღაცის მიერ, ვინც იცოდა, რომ დაგჭირდებოდა აქამდე მოსასვლელად. და ახლა იგივე წყარო სიმამაცისა სურს პირდაპირ შენთან საუბარი, სურს შენი მოგზაურობის აღიარება, შენი ტკივილის პატივისცემა, შენი გამძლეობის ზეიმი და სურს მოგცეს რაღაც, რაც შეცვლის არა მხოლოდ იმას, როგორ გძნობ თავს, არამედ იმასაც, ვინ ხარ სინამდვილეში. ასებობს მიზეზი, რატომ ხარ აქ, ამ წამს, ამ სიტყვების მოსასმენად. ეს არ არის დამთხვევა, ეს არ არის შემთხვევითობა, ეს არის შეხვედრა დანიშნული შენი დაბადებამდე. შეხვედრა შენი ყველაზე ღრმა საჭიროებისა და სამყაროს ყველაზე ძლიერი სიყვარულის შორის. შეხვედრა, რომელიც შეცვლის შენი ისტორიის მიმდინარეობას და თავიდან განსაზღვროს შენი ცხოვრების მნიშვნელობას. და თუ აქამდე ფიქრობდი, ღირს თუ არა გაგრძელება, თუ აქვს თუ არა აზრი ამდენ ტანჯვაში, თუ ნამდვილად არის ვინმე, ვინც ზრუნავს შენს ტკივილზე, ახლა მიიღებ პასუხებს, რომლებიც არამხოლოდ დააკმაყოფილებენ შენს გონებას, არამედ სამუდამოდ გარდაქმნიან შენს გულს. გზავნილი, რომელსაც მომდევნო წუთებში მოისმენ, მხოლოდ იმედზე არ არის, ის თვითონ იმედია. მხოლოდ სიყვარულზე არ არის, ის თავად სიყვარულია. მხოლოდ გარდაქმნაზე არ არის, ის თვითონ გარდაქმნის აგენტია, რომელიც პირდაპირ გესაუბრება. გაძლევს არა მხოლოდ ნუგეშის სიტყვებს, არამედ ახალ რეალობას შენი ცხოვრებისათვის. და აი ჩემი განსაკუთრებული მოწვევა შენთვის. თუ ეს გზავნილი შეგეხო გულს იმ გზით, როგორც მე ვიცი, რომ შეგეხება, თუ იგრძენი, რომ საბოლოოდ იპოვე ის იმედი, რომელსაც ეძებდი, გაითვალისწინე ჩვენი არხის გამოწერა. არა იმიტომ, რომ მე მჭირდება რიცხვები, არამედ იმიტომ, რომ შენ გჭირდება მუდმივი შეხსენება იმისა, ვინ ხარ სინამდვილეში და რაც შეიძლება იქცეს შენი ცხოვრება. ყოველი ვიდეო, რომელსაც ვქმნით, არის ახალი შესაძლებლობა შეხვედრისთვის, ახალი დოზა იმედის, ახალი გამოვლინება სიყვარულისა და შენ იმსახურებ, რომ ეს გქონდეს ყოველთვის, როცა დაგჭირდება. ახლა მოამზადე შენი გული, გააჩუმე შენი გონება, გახსენი თვაია სული, რადგან იესო სურს შენთან საუბარი, პირადად, ინტიმურად, გარდაქმნელად და შენი ცხოვრება აღარასოდეს იქნება იგივე.